დასჯა ბავშვს არ ასწავლის არაფერს. აბსოლუტურად არაფერს არ ასწავლის. მით უმეტეს ემოციის გამოხატვის დროს დასჯა, ხო? მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ნახე, მე ვამბობ სულებით რამეს და ხა მე-1000-ად მომიწევს ამის გამეორება. ბავშვს უნდა ვასწავლოთ. ეხლა ამის გზები ყველა მშობელმა თავადაც უნდა მოიფიქროს, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალური და უნიკალურია და აი ესე ზოგადად ჩვენ ამას ვერავის ვერ ვეტყვით, ხო, რომ ზუსტად ეს მეთოდები, მაგრამ აი რა მეთოდითაც გინდათ, მაგრამ მესიჯი და შეტყობინება ბავშვისთვის არის ესეთი. ნებისმიერი ემოცია არის მისაღები. რასაც არ უნდა გრძნობდე. შენ რო ხა მე ვერ მიტანდე, აი დღეს ამ წუთას, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან არ მოგეწონა, ისე შენ ამის უფლებაც გაქვს. მაგრამ ამ ემოციების ნებისმიერი სახით გამოხატვა არ არის მისაღები. ჩვენ ერთმანეთს არ ვესვრით, ჩვენ ერთმანეთს არ ვცემთ, ჩვენ ერთმანეთს არ ვუყვირით, ჩვენ მაგიდას არ ვატრიალებთ, ჩვენ ცუდ სიტყვებს ერთმანეთს არ ვეუბნებით. მაშინ მეც რო ვარ გაბრაზებული, მე ვცდილობ რომ ესე არ მოიქცე და შენც უნდა იცოდე რომ ესე არ მოიქცე. ჩვენ ვრეაგირებთ არა ემოციაზე, არამედ ქცევაზე.